გაუგებრობა საკითხთან დაკავშირებით, რაც კომენტარი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან. თუ შეიძლება ითქვას, რომ ამ ვიზიტის შემდეგ ეს თემა ამოწურულია. რომელი ჟურნალისტია? რომელი ჟურნალისტია, რომელი ტელევიზია? კომპანია რუსთავი. რა გეშველება, კაცო, 1000 განმარტება გაკეთდა უკვე ამაზე. შულო 1000-ჯერ გააკეთეს განმარტება, 1000-ჯერ პასუხი გავეცით. თვითონ რუსთავიორმა გააკეთა განმარტება, სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრეთ ამის მე. თუ შეიძლება პრემიერ. კი, შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, მე აღარ ავწევ ამ თემას და პასუხი უკვე ჩემი უკვე ეგ იყო პასუხი, რაც გითხარით. დავამატებ, დაამახინჯეს, განმარტება გააკეთეს. როდის დამახინჯებული იყო, მაინც იმ სიმახინჯეზე ისევ კიდევ კითხვას ვავთ. ახლა აბა როგორ გავიგოთ ეს? ყველაზე მეც აქტიურობა ზუსტად ეს ტელევიზია, რუსთავი 2. ამენა და ორი დღე ხარობდნენ ამ თემით. ორი დღის განმავლობაში მე თვითონვე გააკეთეს განმარტება და ნახეს, რომ თულად ხარობდნენ, იქ არაფერი შეცდომა არ იყო. და ყველაფერი იყო ნორმაში. დღეს აბსოლუტურად გაუგებარია რაღაცა ისწრება კითხვა, რამდენადაც თქვენმა ტელევიზიამ განმარტება გააკეთა, რომ ის იყო არაკორექტულობა ჟურნალისტების მხრიდან და არა პრემიერ, არა საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან. Ես հատկապես ուզում եմ նշել Եմիդա დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერს რომ ყარაბაღის